მოგესალმებით. ძირფასო მეგობრებო. მოდი გავშალოთ. წყლის პორბალი. კარგით ვნახოთ რა ხდება. თქვენს ჩაფიქრებულთან რაღაც პოზიტიური ხასიათი აქვს და პოზიტიურად გაშღერდეს. გამომიგზავნეთ მისამართები. გამომრჩებით ვიღაცა და მე გეწყინებათ. სამაჯურებისთვის. კარგით ვნახოთ. აქ ჩვენ ყავს ძალიან ძლიერი პიროვნება დღეს ხაზზე. დიდი ხანია არ გამოჩენილა ესეთი შემდგარი, ხო? ეს არის უფროსი, ხელმძღვანელი, ცნობადი, შეიძლება საქმის რაღაც გარჩევაც კი შეუძლია, ხო? ესეთ პოზიციაზე მოდი ასე ვთქვათ. მაგრამ ადამიანი არის ძალიან როგორ იცით, ძალიან მყარი. ჰაერში არ დაფარფატებს დამიწებული პიროვნება არის, ესე იგი თავიდან ბოლომდე. სხვათა შორის შესაძლებელია თქვენ გაგიკვირდეთ თუ რა გემართებათ აქ, იმიტომ რომ ამ ადამიანიდან ჯერჯერობით შეტყობინებები შემოდის, მაგრამ ალბათ თქვენი გაკვირვება ის არის, რომ თუ აქტიურობდან თუ რამე ნაბიჯს გადმოდგამდა. ხო. არ გაგიკვირდეთ, აქ არის შეტყობინების სახით, აქ არის მოლაპარაკება ჩემოკარგებო ამ ადამიანთან, ადამიანს, რომელსაც გადაწყვეტილი აქვს, რომ სტაბილური ურთიერთობა გქონდეს თქვენთან, სხვათა შორის. და იცით რა არის, შესაძლებელია ეს არის მისი მხრიდან მოქმედება რაღაც პირველი ნაბიჯი ან გაცნობა ისე რომც ვერ მოიფიქრებთ ისეთ მომენტში, ხო? მომენტით. კარგი, რას გრძნობს ეს ადამიანი? მე ზუსტად ვიცი რა მინდა, აი ამას გეუბნებოდ სხვათა შორის. ძალიანაც გაგიკვირდება. მართალია შესაძლებელია ამდენი ხანი ზოგადად ეს ადამიანი ან თქვენთან იკავებდეთ, ან იყო ესეთი ტიპაჟი, რომ აი თავის შეკავების მომენტი ქონდა მის ცხოვრებაში, მაგრამ ეს ყველაფერი თითქოს როგორ ამბობს იცით, წარსულში დავტოვე, მე უნდა ვიმოქმედო და მე უეჭველი უნდა რაღაც მოვიმოქმედო, მოკლედ ესე ამბობს, ხო? სხვათა შორის ძალიან განიცდის, რას განიცდი, თუ ალბათ ყავს ვინმე, რას განიცდი, აბა მონახე. შესაძლებელია თქვენ შორისაც კი იყო რამე გაუგებრობა თუ ეს თუ არ ყოფილა, მაშინ უბრალოდ რაღაც საკითხი ძალიან აწუხებს, რაზეც საუბარი ამ ადამიანს არ უნდა და როგორ არის იცით, ყოველდღიურ რუტინაში აქვს გადატანილი. ანუ სამსახური საქმე რაღაც აი რომ გადაგაქვს. აქვს ამას რაღაც ისეთი სანერვიულო, ბევრიც უნერვიულია. თუ თქვენ არ ხართ ურთიერთობაში, შეიძლება აი ესეც არის, ხო? ბევრი უნერვიულებია აქ ადამიანს და აი ეს გადააქვს რაღაც საქმეში. ამას და ესე რაღაცნაირად იმშვიდებს თითქოს საკუთარ თავს. რას გრძნობთ თქვენს მიმართ? დავიღალი შორიდან ყურებითო. ძალიან მინდა ჩვენ შორის ურთიერთობა დალაგდეს. მე ვფიქრობ, რომ გრძნობს მარტო არ არის, რას გეტყოდათ ესეც არის. კი, ეს ადამიანი, ამ ადამიანს მე ზუსტად გეუბნებით თქვენ, ძალიან როგორ არის, იცი, ყველა კრიტერიუმით მაგმაყოფილებს მე ეს ქალბატონი ესე ამბობს.
ძალიან პოზიტიური განწყობაზე არის დღეს ყოველ შემთხვევაში ჩემთან ერთად და ნახეთ, აუცილებლად ეს ადამიანი გააქტიურდება, რომ იცოდეთ, თქვენ ექნებათ აქ ურთიერთობის დასტაბილურებაზე ზუსტად საუბარი და თქვენთან იქნება, რა თქმა უნდა, შეხვედრა, აი რაღაც საკითხის მოგვარება, თუ გაუგებრობაში ხართ თქვენ, აი ზუსტად ამ გაუგებრობის მოგვარება და ასე ვთქვათ, ერთმანეთთან ურთიერთობის დაალაგება, რაც სხვათაშორის მოგიტანთ ძალიან კარგ კმაყოფილებას. კი ბატონო, კმაყოფილება. საუნამ გაგიკვირდეთ, ეს არის გადაწყვეტილი საუბარი, თითქოს ზის უკვე და მომარჯვებული აქვს ამას პასტა და ფურცელი, რატო თქვი წერილს გწერთ, რაღაც საკომუნიკაციო საშუალება და აი თითქოს გწერთ. შეიძლება მართლა წერს ეს ადამიანი პასტა და ფურცელი რაღაც ჩანაწერებს აკეთებდეს, არ არის გამორიცხული, რაღაც ასე მგონია. და აი ჩაკაცვეს. ხო, მე აქ ზუსტად გეუბნებით თქვენ, აქ თქვენი პირადი ურთიერთობა ლაგდება. მართალია თქვენს ირგვლივ შესაძლებელია ბევრი ვინმე გააქტიურდეს, მაგრამ ეს არის გადაწყვეტილი, ეს ადამიანი 100%-ით მოგწერთ, ეს ადამიანი 100%-ით დაგელაპარაკება, თქვენი ურთიერთობა 100%-ით დალაგდება, თქვენ როგორც გინდათ, არა, თქვენ ამას ჯერჯერობით შეიძლება გიფიქრებათ, მაგრამ ესე დარწმუნებული არ ახართ. ეს გაგიკვირდეთ, შეიძლება, ხო? ანუ ისი ასეთი გააქტიურება, აქ არის პიროვნება, რომელიც ხანგრძლივ ურთიერთობაში თქვენთან აპირებს დარჩენას. მე უფრო ოჯახსაც დავართმევდი ამას. არ შეიძლება აქ რომ არ ვთქვა, ნახეთ, მე არ გულისხმობ, მანდა მაინც კაცო ხელის მოწერა, ვიღაცასთან ხელის მოწერაც არის აქ, მაგრამ არ გულისხმობ, მანდა მაინც ხელის მოწერას. ეხლა ხშირად არის ასეთი, ნახეთ, შემთხვევა, რომ დედა ცოლი არ აყავს, არ მომიყვანია ჩიტივით ვარ თავისუფალ, თუნდაც ბიჭი ამბობს, ანუ გოგოც ამბობს და არ ვარ დაოჯახებული და ამ დროს პარტნიორულ ურთიერთობაში, მარტო ურთიერთობა კი არა, სექსუალურ ურთიერთობაში არის პარტნიორთან წლების განმავლობაში. ეს უკვე ფიქსირდება, რომ კი ბატონო, ამ ადამიანს, ესე იგი, ოფიციალურ თუ არა, არაოფიციალურ ოჯახად ფიქსირდება. ეს უკვე ტაროში, კი ბატონო, შეიძლება ადამიანმა ზუსტად ასე ამოიკითხოს, რომ ამას ჰყავს ოჯახი. ეხლა ერთჯერ ქვეშ რო ძინავთ, ერთ ლოგინში ძინავთ წლების განმავლობაში, რა ვიცი, მე ხანდახან ოჯახები იქნება და 3 თვეში და 6 თვეში იშლება, გადამრიეთ. ხორცილის დღესაც იშლება. ხო, ამიტომ უკვე სახელი და ის დაერქვა, ხო? რომ მაინც ასე ქვია. მაშინ ეძებო ფურცელი არის ნოტარიულად არის დამტკიცებული თუ არა. მოდი ერთი არკანი ამოვიღოთ, კი ბატონო, მე ზუსტად გეუბნებით, არ გამიკვირდება ძმაკაცთან ერთადაც რომ ნახოთ ეს ადამიანი, ან ვიღაც აგულიანებდეს თქვენთან მიმართებაში. პირდაპირ ფიქსირდება პიროვნება, რომელიც დაასტაბილურებს თქვენთან ურთიერთობას. ეს არის ოჯახი, ეს არის რაღაც გაუთვალისწინებელი თუ შემთხვევითი არ მგონია მთლად, მაგრამ რაღაც თქვენ არ გაქვთ ეს დაგეგმილი, არ გაქვთ იდეაში, მე უფრო მგონია, რომ აი გაუთვალისწინებლად თუ რაღაც ესეთი საქციე, რომ ვერ გათვლი ისეთი მოქმედება და საქციელია. აქ დაუჯახება დავიცი მე. მოდის და პირდაპირ მიდიხართ დასაუჯახებლად რა ხდება, ვერ გავიგე. გადაწყვეტილია უკვე აქ საქმე და ხა. ისურვებ წარმატებებს. ხო, პირადი კონსულტაციებისთვის უნდა მომწეროთ WhatsApp-ზე 599 88 786.